მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღოთ ერთ იუთუბელზე კოშმარების არქივზე და აი ეს იუთუბელია და მას აქვს ნამეტანი საშიში კონტენტი და მე მიყვარს საშიშები და გამოუწერე და აბა ვნახოთ რამდენად საშიში კონტენტი აქვს ამ ტიპს. 18 წლის 2 იანვარს დილით ქალმა კალიფორნიაში მიიღო სატელეფონო ზარი. დამროკველი კითხულობდა ვინმეს სახელად რაის. ქალი ასეთ ვინმეს არ იცნობდა, ამიტომ პირდაპირ უთხრა, რომ ნომერი შეეშალათ და ტელეფონი გათიშა. იმ პერიოდში ნომრები ხელით შეყავდათ ტელეფონში და შეცდომით არასწორი ციფრის აგრეფა საკმაოდ გავრცელებული იყო. ამიტომ ქალმა ამას დიდად არ მიაქცია ყურადღება და დღე ჩვეულებრივ გააგრძელა. თუმცა იმ საღამოს ყველაფერი შემზარავად შეიცვალა, როდესაც იმავე ნომრიდან კიდევ ერთი ზარი მიიღო. აუ ძალიან საშიშია, არ მეშინია. აი, მაგრამ ეგ თქვენ უყურეთ, თქვენ გადადით, შეიძლება ამ ვიდეოს ლინკი დავაკოპირო ერთი წუთით, მე დავაკოპირებ ჯერ არა და ეს ძალიან საშიშია და შემზარავი. მაგ იუთუბერს ძალიან პოპულარული ვიდეო აქვს, არასდროს შეეკითხო დარგვევ შენი სიკვდილის თარიღი. ეს მეცნობა რეკლამა. მეგობრებო, გავაგრძელეთ, არასდროს შეეკითხოთ შენი სიკვდილის თარიღი. ნახოთ მე ჩემ კომპიუტერთან ვიჯექი. ინტერნეტში გახსნილი მქონდა ეს ალბათ ახმოვანებს ეგ იუთუბელი კოშმარების არქივი. ვებსაიტი. ძალიან გვიანი იყო. დიდი ხნის უნდა დამეძინა. სადაც გავხვედე, ვარაუდობდი დაძინება საერთოდ ღირდა თუ არა. გადავწყვიტე რომ გამეთია. ჩემ ყურადღება ერთმა ფრაზამ მიიპყრო, რომელიც ჩემ კომპიუტერში ამოვარდა. როგორ მოკვდებიან? თავში 1000 აზრი მიტრიალებდა. ვინ ეგ მეგობრებო, მართლა არსებობს ეგეთი საიტები, მაგრამ არ შეხვიდეთ, დავირუსებულია და ჰაკერები შექმნილი. როგორ მოკვდებიან? ეგ საიტი მართლა არსებობს. აბა ჩავწეროთ ერთი წუთით ქრომში მანახავ იმაში, რა ქვია, კაი? შევედით Google-ში და აბა ჩავწეროთ საიტს რა ქვიოდა. Dark Web. რა არის, აჰა? უბრალოდ გადაობა არ არსებობს მაგი საიტი. თუ ეგაა. ვაიმე არ დამივირუსდეს. მეშინი არ დავირუსდეს. აი ეგაა ჰაკერობა რაღაცა. არ არსებობს, ეგ არის ფეიკი, რა ტყუილია. მეგობრებო, ესე იგი არ არსებობს, ესაა გამოგონებულია ალბათ. როგორ მოკვდებოდა და ეს რა უცნაური თამაში იყო. ფრაზას დავაჭირე, რომელმაც პატარა ფანჯარა მოაგდო, სადაც სახელი, გვარი და დაბადების წელი უნდა ჩამეწერა. ვფიქრობდი, რომ ჯერ იმის სახელს ჩავწერდი, ვინც უკვე მოკვდა. ჩემი ძველი მასწავლებელი გამახსენდა. ის საკმაოდ არაჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ის მალე მოკვდებოდა. ამიტომ ჩავწერე. ეგრე თუ ეგრე იყო სიგარეტის მოწევა ჯანსაღი, ესე იგი ნიშნავს ბაბუა ჩემიც ეგრე მოკვდება? არა, არ მოკვდება. სიგარეტის მოწევა ხალხს არ კლავს, ეგ ძალიან ხშირად როცა ეწევიან. კაი, და იქ რომ მასწავლებელი ხარ და როგორ შეიძლება მასწავლებელი სიგარეტს ეწეოდეს? 1961 წელი, 7 აგვისტო. უკან გავიწიე და შედეგს ველოდებოდი. რამდენიმე წამის შემდეგ პასუხი მოვიდა. ლევან ყოჩაშვილი, ფილტვის კიბო, 2016 წელი, 12 სექტემბერი. ეგ როდის დაიდო? ეს ვიდეო როდის დაიდო? აღწერილობა ეხლა არ ქონდა, კარგი. ნახოთ. კაი, 2021-ში, ესე იგი რაღაცა წლის წინ მომკვდა რა. შვიდაგვი. 12 დააღნიშნო რომ მომეწონა. დავიწყე ჩემი ძველი ოჯახის წევრის სახელების ჩაწერა, რომლებიც მოკვდნენ. ბაბუა ჩემით დავიწყე, რომელიც არ ვიცოდი რითი დაიღუპა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და ამასთან ერთად ერა ჩემიც არ მეუბნებოდა მისეს. ავთო ანდრონიკაშვილი, 1927 წელი, 29 აპრილი. ის მოხუცი იყო, ამიტომ ვივარაუდე, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ცხედარი არასდროს მინახავს. პასუხი მოვიდა. ავთო ანდრონიკაშვილი.
1999 წელი 17 ოქტომბერი. დიახ. ძალიან საშიში მეებდებს უკვე მეცლამი შიშები დამიწყვა ქახწერაშია. არხი მოიცავს საშიშ თემატიკას. კაი და 2018-დან. ესე იგი, პირველი ვიდეო იყო პიცი შიკვით საშიში ანიმაცია. კაი და მაკდონალდსის კლოუნი ეს მაგის განხილვაზე უნდა გადამეღო როგორი იუთუბერია და ერთ-ერთმა დამაინტერესა გუყურეს ნებჩედი საშიში ანიმაცია. რაღაცა მკვლელმა მიწერა დაკარგული ეპიზოდები. გაბრაზებული იყო ვიდრე აქამდე. გადავახვე თუ გინდა რომ უყუროთ ტომი. 3 წლის წინ 13 ტომი და ჯერის შემზარავი ეპიზოდი, რომელიც გააკეთა ჩეხოსლოვაკმა რეჟისორმა ჯინ დეიჩმა. ის ცნობილი იყო თავისი უცნაური ვიდეოებით, რომელიც შეიცავდა ცუდად გაკეთებულ ხმის ეფექტებს, შემზარავ ანიმაციებს და რეალისტიკურ ძალადობას. ზოგი ვარდა მას ეგზავნა თავი ცუდად, იმის გამო რომ ეს ანიმაცია მოსწონდა. მაგრამ ეგ ზუსტად რო გითხრა, ამ ორმა შექმნა. ეს ზუსტად რო გითხრათ, ეს გახმოვანებულია თუ არა, მაგარ ვიცი. ყველაზე საშინელება ისაა, რომ დეიჩს ანიმაცია. მისი პატრონი იყო სტუკანი, ბრაზიანი კაცი, რომელიც დეიჩმა წინა ეპიზოდებში წაჩვენა. მისი პატრონი უფრო გაბრაზებული იყო, ვიდრე აქამდე. პირველ სცენაში ის ტომის კურდს ფეხს აბიჯებს ძალიან რეალისტიკურად და მტკივნეულად. ეს მოხდა მაშინ, როცა ტომს ეძინა სარდაფის წინ. რობოროტია. დიახ, ეს ვიდეოები უნდა დააწესონ 12+-ზე და რა ვიცი, ბავშვებისმა არ უნდა უყურონ თუ ეს საბავშვო საშიშია. კი, მაგრამ ეგ ვუყურე 7 დაწყევლილი ნომერი, დიახ და ძალიან საშიში რაღაცები უდევს ამ კოშმარების არქივს. ანალიზებიც კი აქვს დადებული. რეიკის ანალიზიც კი აქვს ახლა დადებული მაგას. რეიკამზედაც დადო და პოპულარული არის დარკვების როტატუ. რა, კაი ვიდეოები აქვს, მაგრამ ყველაზე საშიში რაღაცეები აქვს. ხო, მაგრამ ჰელოუინის ღამის საშიში ანიმაცია. ეს გახმოვანებულია, მეგობრებო? არასდროს ითამაშო. ცოტა საგანმანათლებლოც კია. კი და ერთი წუთი რეიკზე და ქნამან ანალიზი და ტყუილი იყო. ნაყინის მანქანა, ეგ თამაშიცა. შობის ისტორია, თორბაბა კეთილია და 10 სტრიმერი რომელსაც რაღაცა აღმოჩინა. ვაიმე. კაი, ეს იუთუბერი ალბათ საშიშებს დებს რა კოშმარების არქივი ქვია. ეს რა არის ChatGPT? ეს ალბათ ფეიკია, ამ რუსულმა რეკლამება ხო. I've been on Shopify from the beginning. Translate ძალიან გამოსადეგი აპლიკაციაა ჩვენს დროში. როდესაც რაღაცას თარგმნით, მაგალითად ჩინურს, შეგვიძლია ჩვეულებრივ ველში ჩავწეროთ უცხოური სიტყვა და ვნახოთ რა არის მისი მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, რომ აპლიკაცია უდაოდ გამოსადეგია, ასევე ხანდახან ეს სერვისი საკმაოდ უცნაურია. მაგალითად, თუ რაღაც სიტყვას ჩავწერთ ადგილის გამოტოვებით, იმ პასუხს, რომელსაც ელოდები, დიდი ალბათობით ვერ მიიღებ. დავითანხმებით, რომ ეს საკმაოდ შემზარავია. ნახოთ. ხარ თუ არა სატანა? ამის დაწერა უცნაურ პასუხს იძლევა, რაზეც შეგვიძლია აბა გამოვცალთ Google Translate-ში და იყოს სიტყვაზე ინგლისური. ხარ, აბა იმან ხარ სატანა, აბა ვნახოთ რამდენი ტყუილია და რამდენი ის. Are you Satan? ხარ სატანა, აბა ვნახოთ. აბა აქ რა სიტყვის. ამის დაწერა უცნაურ პასუხს იძლევა, რაზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სანაპლიკაციის შეცდომა ან უცნაური ფენომენი. თუ ამ სიტყვას ასოების ერთმანეთის გამოტოვებით ჩავწერთ სომალის ენაზე, პასუხს მიიღებთ, რომელიც საკმაოდ შემზარავია.
გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას ნიშნავს ეს ზუსტად. ზოგიერთი ფიქრობს, მოდი და გიყურებ. Comment watch. აბა ვნახოთ. სწორად უყურებ. Come and watch. მოდი და უყურე. ვაიმე translate დამეხურა. დაბრუნდით და ვნახოთ. ეს თვითნებურია და არაფერი უცნაური ამაში არ არის. ხოლო ზოგი კი ამ პასუხს დიდ აზრს უდებს. და შენ თუ მეორე აზრის კატეგორიაში შედიხარ, მაშინ ეს პასუხი არის ზუსტი შესაფერისი თქვენი შეკითხვის. ნახოთ, აბა რამდენად მართალია. შეგიძლია თუ არა რომ დღეს ვინმე მოკლა. რა თქმა უნდა, ამის ჩაწერის დროს აზრის გამოტანა შეუძლებელია. შეგიძლია თუ არა რომ დღეს ვინმე მოკლა. აბა ვნახოთ. ცოტა სხვა თემაზე ხო არ გადავედით. აბა შეგიძლია სხვა მოკლა. ძალიან დამაინტერესა translate-მა და იმიტომ. სხვა მოკლა. ვაიმე შემეშალა. აბა შეგიძლია სხვა მოკლა. კითხვის ნიშანი. ვინია სხვა მოკლა? Can you kill another? კაი, ვნახოთ. შეგიძლია თუ არა რომ დღეს ვინმე მოკლა. რა თქმა უნდა, ამის ჩაწერის დროს აზრის გამოტანა შეუძლებელია და ფიქრობ რომ მოცემული პასუხი არაფერს ნიშნავს, მაგრამ Google Translate-ის შემთხვევაში ასე არაა. ამ სიტყვის ჩაწერის შემდეგ ასოების დაშორებით თქვენ ასეთ პასუხს მიიღებთ. გაქვს თუ არა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი? არაფერი, მაგრამ ამას ძალიან საშიში რაღაცები უდევს და ძალიან საშიშია და დამაინტერესა. ხო და საქართველოში მიტოვებული ადგილები. ხო, ამას ძალიან საშიში ვიდეოები უდევთ და ცოტათი უყურეთ. ხო და ძალიან კარგი ვიდეოებს, ვისაც გიყვართ საშიში ვიდეოები, ამის არხით გამოიწერეთ და ჩემით მოიწონეთ ვიდეო. ესა ქართველი იუთუბერი ხან ახმოვანებს, ხან თვითონ ტესტავს რაღაცეებს. და ახალი ვიდეოები მზადდება სულ მალე იხილავთ. ხო, ამას უკვე ძალიან ბევრი გამომწერები ყავთ. ზაფხულის ისტორიები, აქ იუთუბერები, რომლებიც მათ ბოლო მომენტებს დაახილენ. და ნამდვილი ბანკეტის საშიში ანიმაციები, საზაფხულო საშიში ისტორიები. ძალიანაც კარგი, პლეილისტებში რა აქვს. პოპულარული არის აი ეს, ძალიან შემეშინდა. ცოტა საშიში არ არის, მაგრამ თქვენ თვითონ მინდა რომ უყუროთ და თქვენი აზრით თქვათ. მე უბრალოდ ამ არხზე გავაკეთე, განხილვა რომ უბრალოდ ძალიან საშიში ვიდეოებს დებს. და რა ვიცი. 3 წლის წინ დადო, არა, პირველი ვიდეო 4 წლის წინ დადო, ესე იგი 2018-ში გაიკეთა აკაუნთი მაგან და მერე დადო ვიდეოები. Like ეგ ტიპი, ხომ, დებს ვიდეოებს, აბა ნახოთ ამას უდევს, ამას რამდენი გამომწერი ყავს შიშ ვიდეოებით. 80
87 ვიდეო აქვს და 20.500 გამომწერი ყავს. აბა ჩემი ვნახოთ რამდენი ვიდეოდებს. მიდევს 125 ვიდეო და მყავს 150 გამომწერი. მალე 126 მექნება ეხლა რო დავდებ მაგ ვიდეოს. და უყურეთ ჩემი სხვა ვიდეოების და გამოიწერეთ. ჩემი აღწერა ძალიან გდიდია, მაგრამ რო შევადაროთ ის ძალიან საშიშებს და იმიტომ გამოუწერეს. ან ჩემზე ადრე დაიწყო, ხო? მე 2023-ში დავიწყე და ის იცი როდის დაიწყო? 2018-ში დაიწყო იმან და ესე იგი ძალიანაც და ეხლა გამოწერილიც მყავს ის ტიპი მეც, იმიტომ რომ მიყვარს საშიში ანიმაციები და ვიცი. ანალიზი 5 ვიდეო აქვს შეხანდით. თვითმკვლელი თამაშები და რეიგი, კაი არაფერი. ისტორიები 15 ვიდეო აქვს ის საშიში ისტორიები. და საქართველოში ზაფხული საშიში ისტორიებიც აქვს, შეხე ჭკვიანია. დიახ. და dark web-ზე აქვს 10 ვიდეო, ანიმაციებზე 37, 5 კრებული ვიდეო და საშიში ფაქტები 22. რამდენი ვიდეო ქონია. და დიახ, მე ამ YouTube-ელზე იმიტომ გადავიღე, სულ მივარდება ამ YouTube-ელის არხი, იმიტომ გამოვიწერე საშიშები რომ მიყვარს და მინდოდა ჩემ გამოწერილ არხს, ჩემ საყვარელ აი ამ არხს კოშმარების არქივზე გადამეღო განხილვა, რამდენ კარგ რაღაცებს დებს, მაგრამ ვისაც სუსტი გული გაქვს თუ გინათ არ უყუროთ, მაგრამ მე ამ ტიპის ვიდეოებს უყურებ, რა მომწონს რაღაცა. ძალიან კაი საშიში ვიდეოები აქვს. და ძალიან კაი YouTube-ელი გამოვდის, იმიტომ რომ რა ვიცი და ძალიან მომწონს მაგი ტიპის ვიდეოები. ხო და აბა გინდა დავასრულოთ და აბა კარგად მეგობრებო, ჩემი არხიც გამოიწერეთ და თუ გინდათ ამ ტიპით და გთხოვთ მოიწონოთ ვიდეოები თუ გინდათ. თუ მოგეწონათ მოიწონეთ ეს ვიდეო და ლაიქეთ ქართულად მოიწონეთ და აბა კარგად გემშვიდობებით ავიდეთ ახლა 200 გამომწერამდე და რა ვიცი ძალიან მადლიერი ვარ ახლა 150 გამომწერი რომ ყავს და ჩვენი გამომწერების მომგროვებელი აპლუსი ანდრია ჩემი მეგობარი და მეზობელი ხო და მაგრამ მოგვიგროვა ამდენი გამომწერი და მადლობა რომ ვუხდი მადლობა დიდ მადლობას ვუხდი რომ ბევრი გამომწერები მყავს და მეც ბევრი ნახვები მაქვს მაგრამ ძალიან ბევრი ნახვები უნდა მქონდეს მაგრამ გემშვიდობებით და ჩემი ძველი ვიდეოებით ნახეთ ზოგიერთ ვიდეოებს არა აქვს ნახვები პოპულარობა მოიპოვა აი ამან მაგრამ სხვა ვიდეოებიც მინდა მოიპოვოს ჩემი პირველი ვიდეოა ხო და მე მინდა კოშმარების არქივზე გამენახილა რა ძალიან ისეთი საშიში იუთუბერია რა ძალიან საშიში რაღაცებს და მე გამოწავს და აბა კარგად